ცვლილებები გლობალურ ვაჭრობაში დონალდ ტრამპის რეზონანსული გადაწყვეტილების შემდეგ ევროკავშირის საპასუხო ზომებისთვის ემზადება. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები სხვადასხვა სტრატეგიით უპასუხებენ ამერიკის პრეზიდენტის განკარგულებას, რომლის მიხედვით 180-ზე მეტ ქვეყანას ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ტარიფები დაუწიასა. აზრთა სხვადასხვაობა ევროკავშირის ქვეყნებს შორის, საიდანაც ამერიკაში შესული პროდუქცია 20%-ით დაიბეგრება. ქვეყნების ნაწილი ამერიკულ იმპორტზე საპასუხო ტარიფების ამოქმედების იდეას არ ეთანხმება და მოლაპარაკებების დაწყების მომხრეა. ამერიკის ახალ სატარიფო პოლიტიკას ანალოგიური გადაწყვეტილებით უპასუხა ჩინეთმა, რომელიც ამერიკას საერთაშორისო ვაჭრობის წესების დარღვევაში ადანაშაულებს. ვაჭრობის სფეროში გლობალური ცვლილებები მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში დავის დაწყების მიზეზი ხდება. ჩინეთმა ტრამპის გამოწვევა მიიღო და ამერიკული პროდუქციის იმპორტზე 34%-იანი ტარიფი დააწესა. ჩინეთის ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით ეს ტარიფები 10 აპრილიდან ამოქმედდება. ამასთან ერთად ჩინეთმა ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაშიც. ამერიკის შეერთებული შტატების ეს პრაქტიკა არ შეესაბამება საერთაშორისო ვაჭრობის წესებს, სერიოზულად ლახავს ჩინეთის ლეგიტიმურ უფლებებსა და ინტერესებს და წარმოადგენს ტიპურ ცალმხრივ ძალადობრივ პრაქტიკას. დღესვე ჩინეთში ასევე განაცხადეს, რომ დამატებით საექსპორტო შეზღუდვებს დააწესებენ იშვიათ წიაღისეულზე, რომელიც ისეთ პროდუქტებში გამოიყენება, როგორიც არის კომპიუტერული ჩიპები და ელექტროავტომობილების ბატარეები. კონტროლს დაექვემდებარება ასევე ისეთი იშვიათი მინერალები, რომლებიც გამოიყენება კოსმოსურ მრეწველობაში და თავდაცვის სექტორში. ამასთან ერთად ჩინეთის მთავრობამ 27 ფირმა დაამატა იმ კომპანიების ნუსხას, რომელთა წინააღმდეგაც სავაჭრო სანქციები დაწესდება. მათგან 16-ს აეკრძალება ჩინური ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტი. ამერიკის პრეზიდენტი ჩინეთის მიერ მიღებულ ზომებს საკუთარ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პეკინი პანიკაშია და მისი პოლიტიკა არ შეიცვლება. მიუმართავ ბევრ ინვესტორს, რომლებიც შემოდიან შეერთებულ შტატებში და დებენ უზარმაზარ თანხებს. ჩემი პოლიტიკა არასოდეს შეიცვლება. ეს არის შესანიშნავი დრო, რომ გამდიდრდეთ, უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე. ჩინეთმა არასწორად ითამაშა. ისინი პანიკაში ჩავარდნენ. ეს ერთადერთი რამ არის, გაკეთების უფლებაც საკუთარ თავს არ უნდა მისცენ. მსოფლიოს ორი უდიდესი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოს შორის სავაჭრო ომის გამოცხადება უკვე აისახა მსოფლიო ბაზარზე. საფონდო ბირჟებზე ინდექსები როგორც აზიაში, ისე ევროპაში უკვე მეორე დღეა ეცემა. ანალოგიური მდგომარეობა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, სადაც უოლ-სტრიტზე ვაჭრობა დღესაც 3 ძირითადი ამერიკული ინდექსის ვარდნით გაიხსნა. თუმცა ტრამპის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ბაზრების ასეთი რეაქცია მოსალოდნელი იყო და სიტუაცია დასტაბილურდება. ბაზრები რეაგირებენ ვაჭრობის თვალსაზრისით გლობალური წესრიგის დრამატულ ცვლილებაზე და ამიტომ ის რაც ხდება საკმაოდ მარტივია. თუ თქვენ ხართ კომპანია და აწარმოებთ თქვენი პროდუქციის დიდ ნაწილს ჩინეთში და უცებ აქციონერები ან ადამიანები, რომლებიც სააქციო ბაზარზე თამაშობენ, აცნობიერებენ, რომ ჩინეთში წარმოება გაცილებით მეტი დაჯდება, თქვენი აქციები დაეცემა. მაგრამ საბოლოოდ ბაზრები, როდესაც ეცოდინებათ რა წესები იქნება მომავალში და როდესაც ეს დადგინდება და ეცოდინებათ პოზიცია, ბაზრები მოერგებიან სიტუაციას. ტრამპის ტარიფების საპასუხო ზომები დაანონსა კანადამ, რომლის პრემიერ-მინისტრმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გლობალური ვაჭრობისათვის ტრაგედია უწოდა. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი კი გამოვიდა მოწოდებით, რომ სიტუაციის გარკვევამდე ამერიკის შეერთებულ შტატებში ფრანგული ინვესტიციები შეჩერდეს. განსხვავებული პოზიცია აქვს იტალიის პრემიერ-მინისტრს, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებთან ტარიფების მოხსნის შესახებ მოლაპარაკებების მომხრეა. ჩვენ გვაქვს ძალა 450 მილიონი ადამიანის ბაზარი. ეს არის ევროპა. ევროკავშირი არის 450 მილიონი მომხმარებლის ბაზარი. ეს ამერიკულ ბაზარზე მეტია. ასე რომ თუ ევროპელები ერთად იმოქმედებენ, რაც ნიშნავს ერთიანი პროპორციული, მაგრამ რეალური პასუხის მომზადებას და შემდეგ ყველა სექტორს ექნება თანმიმდევრული პასუხი, მაშინ ჩვენ მივაღწევთ ჩვენ მიზანს, რაც არის ამ ტარიფების მოხსნა. იტალიურ და ევროპულ დონეზე ჩვენ უნდა გავხსნათ დიალოგი, რომელიც უნდა გაიხსნას ამერიკის შეერთებულ შტატებთან გადაწყვეტილებების ძიების მიზნით. საით ვფიქრობ, რომ უნდა წარიმართოს მოლაპარაკებები ყველა ტარიფის მოხსნისკენ და არა მათი გამრავლებისკენ. ტრამპის მიერ გამოცხადებულ სავაჭრო ომზე პასუხს ამზადებენ ევროკომისიაშიც. ამ ფონზე დღეს ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები სამარყანდში იმყოფებოდნენ, სადაც ევროკავშირისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების პირველი სამიტი გაიმართა. ევროკავშირის ლიდერებმა განაცხადეს, რომ რეგიონში 12 მილიარდი ევროს ინვესტიციას დააბანდებენ. ეს თანხა დაიხარჯება პროექტებზე ისეთ სფეროებში, როგორიც არის ტრანსპორტი, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნედლეული და ენერგეტიკა. ევროკავშირისთვის მწვანე ენერგიის წყაროებთან და იშვიათ მინერალებთან წვდომას გადამწყვეტ
გადაწყვეტი მნიშვნელობა აქვს. თუმცა განახლებადი ენერგიის განვითარებისათვის აუცილებელი ზოგიერთი მნიშვნელოვანი ნედლეულის მოპოვების გადამუშავებისა და უტილიზაციის დიდ წილს ჩინეთი აკონტროლებს. ევროკავშირს ამ კუთხით პეკინზე დამოკიდებულებისაგან გათავისუფლება სურს. ცენტრალურ აზიაში კი მარგანეცის, ქრომის, ტყვიის, თუთიისა და ტიტანის მსხვილი საბადოებია. ეს ნედლეული რესურსები მომავლის გლობალური ეკონომიკის სასიცოცხლო წყაროა, მაგრამ იმავდროულად ისინი იზიდავენ გლობალურ მოთამაშეებს, რომელთაგან ზოგიერთი მხოლოდ ექსპლუატაციითა და მოპოვებით არის დაინტერესებული. ევროპას სხვა შეთავაზება აქვს. ჩვენ ასევე გსურს ვიყოთ თქვენი პარტნიორები ადგილობრივი მრეწველობის განვითარებაში. სამარყანდში გამართულ სამიტზე ლიდერები ასევე შეთანხმდნენ ინვესტორების ფორუმის გამართვაზე, რომლის მიზანიც იქნება ინვესტიციების მოზიდვა ტრანსკასპიური სავაჭრო დერეფნის განვითარებისთვის. შუა დერეფანი ორ რეგიონს შორის პროდუქციის ექსპორტის დროს შეამცირებს და რუსეთს გვერდს აუვლის.